აღმაშენებლის გამზირს მალე კიდევ ერთი კოლორიტული შენობა შეემატება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ისტორიული ნაგებობა მერიის გათვლით თბილისელებისათვის თავშეყრის საყვარელ ადგილად უნდა იქცეს. შენობას განსაკუთრებულ მომხიბლელობას მისი აგების რომანტიკული ისტორია ძენს. გერმანელმა პრინცმა ის სიყვარულის ნიშნად ქართველ მეუღლეს აუშენა. ეკა კოპალიანის რეპორტაჟი. ეს მუზეუმი დაარსებული 1927 წლიდან და იმ დროიდან მოყოლებული ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევრებია აქ დაცული. სამწუხაროდ მთელი ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ მძიმე პირობები იყო და ეხლა ძალიან მოხარულები ვართ, რომ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. ცნობილი ქართველი მხატვრების ექსპონატები, თეატრისა და კინოს მსახიობებისა და რეჟისორების პირადი არქივები, კინოკოსტიუმები, უზარმაზარი ფოტოკოლექცია, 8 საფონდო განყოფილებაში დაცული ისტორიული მასალები სულ მალე დამთვალიერებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება. ხელოვნების სასახლეში დაწყებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ისტორიულ შენობას და მუზეუმს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. რეაბილიტაციის პროცესი გვაძლევს უნიკალურ შანსს ჩვენი ძვირფასი საგანძური კიდევ უფრო კარგად წარუდგინოთ. დამთვალიერებელს ახალი საგამოფენო დარბაზების შეემატება ამ რეაბილიტაციის შედეგად ჩვენს მუზეუმს და აქედან გამომდინარე ეროვნული საგანძურის გამოვლენის სრული პოტენციალი გვექნება. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი 1895 წელს არქიტექტორ პაულ შტერნის პროექტით აგებულ ნეოგოთიკის სტილის ისტორიულ შენობაშია განთავსებული. მაღალმხატვრული არქიტექტურით გამორჩეულ ნაგებობას ადრე სიყვარულის სასახლეს ეძახდნენ, რადგან ის შეყვარებულმა გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგელმა თავის მეუღლეს აგრაფინა ჯაფარიძე დადიანს აუშენა. სხვენზე კი საიდუმლო ოთახიც მოუწყო. ამ კიბით შეყვარებული წყვილი ხვდებოდა სხვენში და სხვენიდან ხვდებით ამ ოთახში, სადაც პრინცი და მისი მეუღლე გარკვეულ დროს ატარებდნენ. ამჟამად მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები და ეს ოთახი მოწესრიგდება და შეძლებს დაგვარად დაუბრუნოთ იმ თავდაპირველ სახეს, როგორც იყო იმ დროს. შენობამ დროთა განმავლობაში ფუნქცია რამდენჯერმე შეიცვალა და მასი განთავსებულმა ყველა დაწესებულებამ საკუთარი კვალი დაატყო. არქიტექტორები კოლორიტული ნაგებობისათვის პირვანდელი სახის დაბრუნებას ცდილობენ. შენობის ძირითადი გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. მთლიანად გამოიცვალა ფუნდამენტის დაზიანებული ნაწილები. უნიკალურ ფასადთან ერთად მთელი შენობის კონსტრუქცია გამაგრდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე გაეცნო ქალაქის მერი გიგი უბულავა. თბილისში შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე რთული ობიექტია სარესტავრაციოდ. მას 10 წლის წინ გამაგრებითი სამუშაოები ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდის წყალობით ჩაუტარდა, რის გამოც თავის დროზე შენობა თბილისის მიწისძვრას გადაურჩა. ერთ წელიწადში შენობა იქნება გამაგრებული და მთლიანად რეაბილიტირებული და გადარჩენილი, ისე როგორც მთელი მიმდებარე ტერიტორია და თავარია ის მრავალფუნქციური იქნება მუზეუმის პარალელურად. ეს ალბათ გახდება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თავშეყრის ადგილი თბილისელებისთვის. როგორც ქონდა ამ ისტორიულ ნაწილს, ის ისტორიულ სახეს დაიბრუნებს სრულად და მეორე ნაწილი, რომელიც ასევე მუზეუმის ნაწილია და ფონდები მდებარეობს, ასევე მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება. დავით აღმაშენებლის გამზირის აღდგენითი სამუშაოები თბილისის მერიამ 1 წლის წინ დაიწყო. რეაბილიტაცია თამარ მეფის გამზირიდან ზააგრუკენის მოედნამდე მონაკვეთის სრულ რეკონსტრუქციას გულისხმობს. განახლებული აღმაშენებლის გამზირი, რომელიც არაერთ ისტორიულ შენობას მოიცავს, მერიის კონცეფციის მიხედვით კულტურული და სავაჭრო დანიშნულების იქნება. ხელოვნების სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება კი შემოდგომისათვის იგეგმება.